ყველაფერი სიყვარულის ისტორიებით დაიწყო და წითელი ცირკულარით დასრულდა. ქართველმა სამართალდამცავებმა ინტერპოლის მოთხოვნით დააკავეს კაცი, რომელსაც მსოფლიო ტინდერის თაღლითად იცნობს. 35 წლის შიმონ ჰაიუტი, იგივე საიმონ ლევიევი. მე ნინო აფაქიძე ვარ, iFacts ჟურნალისტი და უცხო ამბების პირველ ეპიზოდში ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ და ემოციურ თაღლითურ სქემაზე მოგიყვებით. ეს არის ისტორია კაცზე, რომელმაც სიყვარული ბიზნესად აქცია. ქალებს მასთან ტინდერის პაევნები ჯამში $10 მილიონი დაუჯდათ. ეს ის შემთხვევაა, როცა პროფესიონალმა თაღლითმა ადამიანური სუსტი წერტილის სიყვარულის სურვილი ციფრულ დანაშაულად გადააქცია. თაღლითობის ეს ფორმა საუკუნეების განმავლობაში არსებობდა, მაგრამ ინტერნეტმა მას ახალი მასშტაბები მისცა. დღეს, როცა სიყვარულის ისტორიები ხშირად აპლიკაციაში ერთი უბრალო სვაიპით იწყება, ემოციებით манипуლირება უფრო მარტივია, ვიდრე ოდესმე. ონლაინ გაცნობა უკვე გახდა ჩვენი კულტურის ნაწილი და უამრავი ადამიანი სწორედ აქ ეძებს სიყვარულს. და წარმოიდგინეთ, ტინდერზე გვხვდებათ იდეალური პროფილის მქონე ადამიანი, მიმზიდველი, მოსიყვარულე, დახვეწილი და თან ესეთი შეძლებული იმიჯის მქონე. ასე იწყებოდა ბევრი ქალის ისტორია, როცა ისინი შეხვდნენ კაცს სახელად საიმონ ლევიევი. საიმონი თავს ასაღებდა როგორც ბრილიანტების იმპერიის მემკვიდრე, ბილიონერი ალექს ლევიევის ვაჟი. სინამდვილეში მისი სახელია შიმონ ჰაიუტი. 1990 წელს ისრაელში დაიბადა და ახალგაზრდობიდანვე დაიწყო მცირე თაღლითობები. მოგვიანებით სახელი შეიცვალა და ასე იწყება ტინდერზე თაღლითობის ისტორია. Known as the Tinder swindler. The Tinder swindler case, who was accused of scamming people around the world out of millions of dollars. ლევიევი მსხვერპლებს ამ აპლიკაციაზე არჩევდა, ძირითადად ისეთ ქალებს, რომლებიც ნამდვილ სერიოზულ ურთიერთობებს ეძებდნენ. პირველივე პაემანი შთამბეჭდავი სცენარით იწყებოდა, კერძო თვითმფრინავები, ძვირადღირებული სასტუმროები, დაცვა, დახვეწილი ჩაცმულობა და ეს ყველაფერი მას გარკვეულ სანდოობას სცემდა. მაგრამ ეს იყო მხოლოდ თამაშის დასაწყისი. როცა მსხვერპლთან ემოციურ ნდობას აყალიბებდა და უკვე პირად ურთიერთობებში შედიოდა, ლევიევი შემდეგ ეტაპზე გადადიოდა. იგი იგონებდა დრამატულ ისტორიებს. ტრები თავს დამესხნენ, ბანკის ბარათები გამიყინეს, საშიშ მდგომარეობაში ვარ და ამ გზით ფინანსურ დახმარებას ითხოვდა და იღებდა კიდეც ბანკის ბარათის გახსნას, ცესხის აღებას, ფულის გადარიცხვას. ქალები, რომლებიც მასზე უკვე ემოციურად იყვნენ დამოკიდებულები, ყველაფერს აკეთებდნენ დასახმარებლად. და ამ ფულით ლევიევი ბუნებაში ცხოვრებას და უკვე სხვა მსხვერპლების მახეში გაბმას აგრძელებდა. ასე შეიქმნა ერთგვარი ემოციურ ფინანსური პირამიდა. ახალი სიყვარულის მოხიბლაში ძველის ფული ეხმარებოდა, ხოლო როცა მსხვერპლები საბოლოოდ ხვდებოდნენ სიმართლეს, უკვე $10,000 ვალში იყვნენ. მიზეზი, რის გამოც ქალებს თავდაპირველად მის მილიონერობაში ეჭვი არ შეჰქონდათ, ისიც იყო, რომ მისი სახელით, ფოტოსურათით იძებნებოდა იდენტური პერსონა, ისტორია, საკუთრებები. მას ყალბი ონლაინ პიროვნება ჰქონდა შექმნილი. The man behind that title, Shimon Yehuda Hayat, has been arrested in Georgia on Interpol's request. სანამ ყველაფერი ბათუმის აეროპორტში დასრულდებოდა, ლევიევის მხილების ისტორია ნორვეგიაში გამომძიებელი ჟურნალისტების მეშვეობით დაიწყო. 2019 წელს ქვეყნის ყველაზე პოპულარულმა გამოცემამ მის შესახებ 6-თვიანი გამოძიება გამოაქვეყნა. გამოცემას დაუკავშირდა ნორვეგიელი სესილი ფიელჰოი, რომელმაც ტინდერის თაღლითთან ურთიერთობისას დაახლოებით $250,000 დაკარგა. სწორედ მის ჩვენებაზე, WhatsApp-ის მიმოწერებზე და დოკუმენტებზე დაყრდნობით ჟურნალისტებმა დეტალურად გაშიფრეს და გამოავლინეს თაღლითობის სქემა. გამოძიება Tinder swindler-ი ძალიან სწრაფად გახდა ვირუსული, მას შემდეგ უფრო მეტი სავარაუდო მსხვერპლიც გამოვლინდა და უკვე საქმეში Netflix-იც ჩაერთო. გამოძიებებზე დაყრდნობით გადაღებულმა დოკუმენტურმა ფილმმა რეკორდები მოხსნა და ისტორია მსოფლიო მასშტაბით გახდა ცნობილი. გამოძიების მთავარი გმირი სესილი ფილმში წყვება თავის ისტორიას და იხსენებს.
some of us love bombing. I love it. He sent me 100 red roses for my birthday, 30th birthday. Which girl doesn't like that? I know, but he wrote on the card, "Love you always." 3 weeks in. I remember I just felt so lucky and special and თაღლითის დასახმარებლად ცესილიმ 2 თვეში 9 სესხი აიღო. we need to talk more about all the different types of frauds and that it happens to everyone. I think by thinking that it couldn't happen to me. Master's degree, you know, I'm good. I work in tech. I work with banks. I know everything. The love bombing could be so strong because you haven't experienced that before. ლევიები სხვადასხვა ქვეყნებში უკვე ნასამართლევია თაღლითობის გამო და სასჯელსაც იხდიდა ფინეთსა და ისრაელში. ახლა კი საქართველოში ექსტრადიციის მოლოდინშია. მიუხედავად ამისა, მისი მსხვერპლები დაკარგულ თანხას უკან კვლავაც ვერ იბრუნებენ.